მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ჩემო თანამოქალაქენო. მე მინდა დღეს ვილაპარაკო ბიზნეს ობიექტების პრობლემა. რაში მდგომარეობს? ეს ბიზნეს ობიექტები იქნება ან მაღაზია, ან პროფილაქტიკა, ან რესტორანი, ან სასტუმრო, მსგავსი რაღაც ობიექტები და მის გარშემო საერთო სივრცეში, ანუ არა მის სივრცეში, პირად სივრცეში, კედლის მიღმა, ან კედლის აქეთ და არა კედლის შიგნით. როცა ხდება დაბინძურება, ხო, იმ დაბინძურებას ეს უკვე პრობლემა არის და მაგ დაბინძურებას უნდა მიეხედოს. როცა ფულ შოულობთ ჩვენ, ხო, შესაბამისად ვითვალისწინებთ მე-13 მუხლს, რომელიც გვაკისრებს ვალდებულებას. თუ სად უნდა მიუთითოთ ნაგავს და ნარჩენებს, სად უნდა დაიყაროს. თუ ვინმე ჩათვლის იმას, რომ მე ჩემი გადაღების შემთხვევაში და მიცანით და არ გამითვალისწინეთ და შეეცადეთ შემედავოთ, მე პირდაპირ აგიხსნი 29 მუხლის თანახმად სრული უფლება მაქვს საჯარო პრობლემა, საერთო საჯარო და სახელმწიფო პრობლემა გავასაჯაროვო და აუხსნა საზოგადოებას, ვინც აშავებს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის არსებითად და რა თანამდებობის პირია, თუ აშავებს, მასაც პასუხი უნდა. თუ მე დავაშავე, რა თქმა უნდა პასუხი მის მომეთხოვება შესაბამისად. თუ საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევ, მე პასუხი მომეთხოვება. თუ არა, ვინც არღვევს, მას მომეთხოვება პასუხი შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სრული უფლებამ გავასაჯაროვო ის პრობლემა არაინტრიგანულად. რაღაცა ვიღაცებს შეუტიო ზედმეტად და რაღაცა სისულელეები ვილაპარაკო, არა, მე თქვენს აგიხსნით, რომ ეს პრობლემა არის. ხშირ შემთხვევაში აბინძურებენ თქვენი ეგრეთ წოდებული თანამშრომლები. გინდა მიჯერეთ, გინდა რა. კი ბატონო, ეგ ერთი. როცა დგანან გარეთ გამოდიან, სიგარეტს ეწევიან, აგდებენ, რაღაც ნაგავს ესე მოისწრიან, არაცნობიერად აქვთ უკვე გამჯდარი ტვინში, რომ აგდებენ ნაგავს. ამას მიხედვა შეიძლება. თუ ვინმე გადაწყვიტა, რომ მე დამემუქროთ, ხო? 151 მუხლი გაითვალისწინეთ დამუქრების შემთხვევაში. ეს კანონის ფარგლებში გელაპარაკები და უკანონობით კიდე აგიხსნით, უკანონობით ადამიანური ენით. უმისმენე ძმაო, ნაგავს თუ ხედავ შენ დაგდებული და შენ იმაზე მეტყვი, რომ ეს ნაგავი დაგდებული მოსულა და სწორია, მე გეტყვი ძმაო, რომ ასეთ საქციერ ძმაო აგინებენ, პასუხს თხოვენ. კანონითაც და ადამიანურადაც. და უწოდებენ თავხედს. თავხედებს კიდე აგინებენ. აბა ეხლა დაფიქრდი შენ ადამიანო, გაწყობს ესეთი შარი? მე არავის არ ვემუქრები. მე უბრალოდ თესავს ცნობიერებას და უხსნი საზოგადოებას, რომ მაგარ შარში ვართ ყველანი. აბსოლუტურად ყველანი. არა ცნობიერად, რომ ვაბინძურებთ გარემოს და არ ვიცავ ჩვენ გარემოს. გარემო იგივე ჩვენი სახლია, პროსტა დიდი სახლია, ჩვენ ადამიანები გამოდივართ ჩვენი კუნჭულებიდან, ჩვენი ოთახებიდან, ხვდებით და ხვდებით ერთმანეთს. და არა ცნობიერად ვაშავებთ. ეს ყველაზე დიდ ოჯახში ვაშავებთ და ამაზე დაფიქრდით, რას აკეთებთ. თუ შენ ოჯახს იცავ და შენ სივრცეს იცავ, რატო გონია რომ ისიც დასაცავი არ არის გარეთ, რაც ხდება. თუ რაღაც საერთოა და თავისუფალი ხარ, არა ბრატ. თავისუფალი არა ხარ მეგობარო. შენ არ ხარ არასოდეს თავისუფალი, თავისუფალი ხარ შენ სივრცეში. აი აქ ხარ თავისუფალი. იქ ოჯახში საერთოდ კედლებში არა ხარ თავისუფალი, საკუთარ ოჯახში არა ხარ თავისუფალი. იმიტომ რომ შენს გარშემო კიდე ცხოვრობენ ადამიანები და იმათაც თავისი აზრი გააჩნია, ასე რომ საერთოდ უნდა უცეთ პატივი, ეს არის წესიერება. მოვიცეთ წესიერად და განგებას მოგვეცევა წესიერად. მოვიცეთ თავხედურად შესაბამისად მოგვეცევიან კანონის ფარგლებში და არა გამორიცხული მე მოგვეცენენ თავხედურად. ვიღაცამ თავპირში შემოგარტყას. ესეც ხდება. ხო. ძალიან ბევრი აგრესიები ხდება და ძალიან ბევრი კამათები ხდება ხოლმე და პროსტა მე მინდა რომ გაითვალისწინოთ რა მადლობა იმათ ვინც ითვალისწინებს. ვისაც აუხსენი პრობლემა ადამიანურად გაიგეს, მადლობა მათ. ვინც ვერ გაიგო, პასუხი გაეცა, დავიხარე მის წინ, ავიღე ნაგავი და უთხარი. ეს ღირსებაა. ეს არის ქვეყნის სიყვარული, რომელსაც მე მოქმედებით უმტკიცებ. ჩემს ქვეყანას, მის და მის სიყვარულს. და არა ის, რომ იცი რა, ჩემი საქმე არა, შესაბამისმა სამსახურება მიხემო. კი ბატონო.
როცა აგვიანებ შესაბამისი სამსახური, შენ ხარ ვალდებული, როცა ხედავ, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. სულ ცოტა არ გადააგდებინო და დაიცვა ის შენი პერიმეტრი. მე ხომ არ გეუბნები, სადაც წადი სხვაგან და იქაც იყვირე, თუმცა იქაც უნდა იყვირო. მადლობად გააზრებისთვის და მადლობად მოსმენისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ახლა კი დაგემშვიდობებით.